მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. მოგესალმებით აჭარის ტელევიზიისა და გადაცემა დარცის მაყურებლებო. მიხარია რომ დარცის ამ სეზონზე ბევრ საინტერესო ამბავს ერთად გავიგებთ. დარცის როკი უცვლელია. ვიყურებთ ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გიმზადებთ ბევრ ახალ საინტერესო იდეას და სიახლეს. თუმცა ის ისე რჩება გასართობ შემეცნებით გადაცემად, სადაც ჩვენი თანატოლები ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ და თან გაგვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია საბა დავითაძე 13 წლის და მოკლედ რომ გითხრათ, აბსოლუტურად უნიკალური შესაძლებლობების მქონე ბავშვია და მეტი უკვე საბასგან გავიგოთ. წავედით გავესაუბროთ საბას. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს საბა დავითაძეს. საბა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმე დრო. ლოთქე. პირველ რიგში მოგვიყევი ვინ არის მოკლედ საბა დავითაძე. გამარჯობათ, მე ვარ საბა დავითაძე, ვარ 13 წლის. მე ვარ სოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული უსიმაში და მე დღეს გესაუბრები ჩემ გამოცდილებაზე. სიამოვნებით მოგისმენთ. შვენიერ. მოდი დავიწყოთ საბა მთავარი მიზეზით თუ რატომაც ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. როგორც ვიცით, დაინტერესებული ხარ მენტალური არითმეტიკით და მეტი რო გვესაუბრო ამ შესინტერესზე, როდის მიიღე გადაწყვეტილება რომ დაკავებულიყავი მენტალური მათემატიკით და აგვაგებინე ამ მათემატიკის ნიჭი და გატაცება ბავშვობიდანვე მქონდა და სანამ მენტალურ არითმეტიკაზე დავიწყებდი სიარულს, დავდიოდი საშაბათო სკოლაში, კომაროვის საშაბათო სკოლაში და მეგობართან ჩამოვარდა ასეთი თემა რა მენტალურ არითმეტიკაზე და როდესაც დავინახე რომ ასე და ასე ითვლი და მე ძალიან დამაინტერესა, რის შედეგადაც ვთხოვე დედას რომ დავრეგისტრებულიყავით და კოლიზეუმში ჩატარდა მასტერკლასით აფრთხოვანებული დავრჩი და ძალიან მომეწონა და დავიწყე სიარული. რა ასაკში მოხდა ეს შენი გატაცება? მე 7 კლასში ვიყავი. 12 წლის ვიყავი რომ დავიწყე სიარული. ანუ 1 წელია რაც გამთხარ. და უკვე ამ ხელო წარმატება? როგორც იცი, მონაწილეობას იღებ სხვადასხვა ჩემპიონატებში და კონკურსებში. და ამის შესახებ რომ მოგვიყვა? პირველი ჩემპიონატი იყო საქართველოში ჩატარდა ევროპის გრანდ ჩემპიონატი, სადაც გრანდ ჩემპიონობა ავიღე, იქაც მოვიპოვე ადგილი, ასევე და შემდეგი უნდა ჩატარებულიყო ინდოეთში, ქალაქ დელში. და იქაც დავტოვე კვალი და ვამაყე ჩემი საქართველო. ვილად. წარმატებებს გისურვებთ, კიდევ მეტი გამარჯვება. USIMAS-ი არსებობს ნია ესეთი აბრევიატურა, რო იცოდე და თუ მაპატიებთ, ეს უნდა წავიკითხოთ, თორე ისე ვერ დავიმახსოვრე ვერანაირად. იშიფრება როგორც მენტალური არითმეტიკის უნივერსალური კონცეფციის სისტემა. და ეს გვახლავს სწავლების განსხვავებული მეთოდი და სასწავლო პროცესში გამოიყენება უძველესი გამოსათვლელი ინსტრუმენტი აბაკუსი და ეს თანამედროვე სასწავლო მეთოდიკა სრულად ანვითარებს ბავშვებში გონებრივ შესაძლებლობებს და აი ამ მეთოდზე რო ხო ამ პროგრამაზე და მეთოდზე გაირა. всё, არა. ამ პროგრამაზე და ამ მეთოდზე რო გვესაუბრო. ჯერ ყველაფერი ეტაპობრივად მიდის, თვითონ ეცნობი ხელსაწყო აბაკუს. რამდენიმე ჯოხი ამასზე მოცემული, მაგალითად ზედა ჯოხები 5, 50 და 500 ასე აქვს, ქვედა ჯოხები ერთეულებს წარმოადგენს. და რაც შეეხება სასწავლო პროცესში ანუ ჩვენ ვიყენებთ მეხსიერებრივ, ანუ გონებრივ სავარჯიშოებს, ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა მაგალითებს და რაც უფრო გვეხმარება ჩვენს აზრობრივ განვითარებაში. პირველ დონეზე სწავლობ მაგალითად თვითონ აბაკუსს როგორც ვთქვით, მეორე დონეზე უკვე ორნიშნარ რიცხვებს უმატებ აბაკუსზე, სამნიშნარ რიცხვებს უმატებ, შემდეგ უკვე მენტალურზე გადადიხარ, სადაც ხელებით ითვლი და მე-11 დონეზე უკვე სულად შეგიძლია რომ გამოითვალო მილიონებში ხელებით. ცოტა ხანი გადავდოთ ეს თემა, რისთვისაც ხარ რეალურად აქ. როგორც ვიცით, ხარ წარჩინებული მოსწავლე. ასევე ხარ იყავი დაინტერესებული სხვადასხვა სპორტით. კარატეზე დადიოდი, ბოქსზე, ფეხბურთზე და რეგიონებს შორის გაქვს პირველი ადგილი აღებული კარატეში. და როგორც ვიცი, მიიღე ტრამვა და რომ არა ტრამვა, რა მიმართულებით წახვიდოდი, აი სპორტის რა მიმართულებით? მე გავაგზავნებდი სპორტს კარატეში და ალბათ კარატეშიც გავხდებოდი ცნობილი სპორტსმენი. გისურვებთ საბა რომ რაც შეიძლება მალე აღიდგინო ფორმა და რაც შეიძლება მალე გააგრძელო ვარჯიში
სანამ პირადად დედას გავესაუბრებით, შენ რომ გითხრა რა როლს ასრულებს ოჯახი ასეთი უნარების ხელშეწყობაში? ამ ყველაფერში მეხმარება ოჯახი, განსაკუთრებით დედაჩემი, რადგან თვითონ ინდოეთში წასვლა, ამ ყველაფერს დამოკიდებულება, ამ ყველაფერს დამეხმარა დედაჩემი და ამაყივა რომ ასეთი მიმართულება მომცა და ამ ყველაფრისგან მიბიძგა. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერში, რადგან თუ შენ არ გინდა მარტო ვერაფერს ვერ მოინდობებ, უნდა გყავდეს დამხმარე ძალაც და აი მაგალითად დედაჩემი ყველაფერში დამეხმარა და აი დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მოვიგე და მადლობა დედაჩემს კიდევ ერთხელ. ნამდვილად ოჯახის და პედაგოგების თანადგომის გარეშე მართლა შეუძლებელია და აი პედაგოგის უმნიშვნელოვანესი პედაგოგის და სკოლის როლზე რო გვესაუბრო, აი რა წვლილი მიუძღვის შენს წარმატებაში ახლა? ჩემს წარმატებაში ასე დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ჩემს პედაგოგს, ქეთი მასწავლებელს, რომელიც ძალიან დამატებით გაკვეთილებს მინიშნავდა, მავარჯიშებდა ინდოეთში წასვლამდე და ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა. და დამაყენა ასეთი ადამიანი, მომაგებია ინდოეთი, მარტო მე ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ ქეთი მასწავლებელმა დამეხმარა იმ მაგალითებზეც მომეცადინებდა, რომელზეც ინდოეთში იქნებოდა და უფრო დამატებით უფრო ძლიერად მომეცადინებდა ვიდრე გაკვეთილს. რამდენი ადამიანი შრომადევს ამ ყველაფრის უკან რეალურად? ეს ემართებოდ ვერ მოხდებოდა ვერანაირად. საბა თუ შეგიძლია რომ უფრო ცლად მოგვიყვე UCMAS-ის პროგრამის შესახებ, მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, რომელიც ინდოეთში გაიმართა, როგორ მოხდი საერთოდ ამ ჩემპიონატზე და იქ რაც მოხდა იმის შესახებაც რომ მოგვიყვე. დიახ, პირველი ჩემპიონატი ჩატარა საქართველოში, ევროპის ჩემპიონატის მერე მოდიოდა მსოფლიო და რაზეც მასწავლებელმა მითხრა მიიღე მონაწილეობაო. მივიღე მონაწილეობა და მოვიგე, ხოლო UCMAS-ის პროგრამასაც შეეხება, საქართველოში დეკემბერში ტარდება როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ინდოეთში ვიყავით საქართველოდან 11 ბავშვი და ბათუმიდან ვიყავი მხოლოდ მე 80-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და 6000-ზე მეტი ბავშვი. ასევე საქართველო ამიერკავკასიაში პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, სადაც საქართველო 40-ზე მეტ ქვეყანას უმასპინძლებს და მეც უნდა მივიღო მონაწილეობა. რაც იქნება ძალიან საოცარი. წარმატებები ისევ გამარჯვებას გისურვებ ამ ტურნირზე. წლის ბოლოს ველოდებით ესე იგი 40 ქვეყნიდან საქართველოში განსხვავებული და საოცარი შესაძლებლობების მქონე უნარის ბავშვების შეკრებას და ეს არის მართლა საოცარი მოვლენა. რამდენ რაღაცას უმასპინძლობთ სპორტს, მაგრამ ეხლა უკვე უნდა უმასპინძლოთ საოცარი შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. ჩვენ სხვა შეუერთეთ ისენია. უკვე დავაგვიანეთ, იმიტომ რომ 4-დან 14 წლამდეა როგორც ვიცი და შენ ძალიან დააგვიანე და მე ავწდი ერთი წლით. არა უშავს ჩვენთვისაც არის მე მგონი რაღაც პროგრამა კიდე შეგვიძლია მევიღოთ ხო მონაწილეობა რაღაც. კომპანია Smartmoney ამატებს ორ მიმართულებას, რობოტიკას და ასევე მინიმშენებლობას, სადაც შეუძლია უფრო დიდ ადამიანებს მიიღოს მონაწილეობა. მაშინ ჩვენ სადოთ მაშინ ჩვენი ბედი. შეიძლება. აი ახლა რა მაინტერესებს? თუ გრჩება დრო მეგობრებისთვის? მენტალური არიფმეტიკა არ მიზღუდავს დროს მონაწილეებთანაბრად და დღეში 1 საათს მაინც ვუთმობ მეცადინეობას. ეს მენტალური არიფმეტიკა კვირასაა მარტო და მეგობრებისთვის დროს არ მიზღუდავს. რახანია მეგობრები ახსენა? შენს მეგობრებში და შენს თანატოლებში რამდენად პოპულარულია მენტალური მათემატიკა? ეს ასე რომ ჩემპიონი გავხდი, მეგობრებს ძალიან გავუხარდათ და ყოველთვის ახლაც მეკითხებიან რომ დაგვიმატე და გვანახე როგორ აკეთებ და გვასწავლე ჩვენც. მოტივაციის წყარო ხარ ესე იგი შენი თანატოლებისთვის. ხომ არ გისწავლებია? სწავლით ვასწავლი, მაგრამ ასე მარტივად ვერ გაიგები. ახლა უკვე მივედით თავარ მომენტამდე, როცა შენ უნდა გამოიანგარიშო, ოღონდ ჩვენ მოვიმართოთ კალკულატორებს და ვნახოთ სწორად გამოიანგარიშე თუ არა. მე მაქვს მაგალითი. არ ვენდობით მსოფლიო ჩემპიონს თუ? კი, მაგრამ ხო უნდა ვაჩვენოთ მაყურებელსაც, რომ მეთოდი არის ცოტა განსხვავებული, როგორც უნდა დავუსვათ უთხრათ მაგალითი. ესე იგი, პირველი არის 32-ს დამატებული 53, 88, 68, 31. 272. დამასწრო, აი ხო, ყოლობას ვერ დავაჭირე. აი. აუ მეც. კიდევ ერთი.
13 დამატებული 23, 74. 110. დიახ. ვერ ასწრებს 10-ში ისე მალე ანგარიშობს საბა. ასეთი ჩქარიც არ მეგონა. მოდი ახლა გამრავლებად ვკითხოთ. 82 ჯერ 4. 328. დაიმთხვა? ესეც. ესეც. სამწუხაროდ ესეც დაიხვა. თუ შეგიძლია რომ ჩვენ თუ ვერა მაყურებელს მაინც რო აუხსნა, როგორ ხდება, რა პრინციპით ხდება გამოანგარიშება აბაკუსს. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეს არის აბაკუსი და აბაკუსზე რამდენიმე ჯოხია მოცემული, აი ნულოვანი და შვადან ვიწყებთ გამოთვლას. მაგალითად, ეს არის 1, 2, 3 და 4. ზემოთ არის 5, 50, 500, 5000 და ასე შემდეგ. როდესაც 5 ჩამოწევდა ამ ერთ საწევ მაგალითად, ეს არის 6. ეს 3 არის ერთად 4, მაგალითად 100 არის 50, 154. ასე 59 და აი ამ ყველაფერს ხო წარმოიდგენ თვითონ ამ მოწყობილობას წარმოიდგენ გონებაში და როდესაც მაგალითად 72 ჯერ იტყვი ხო აი იღებს 72-ს და უმატებ მე თვითონ ფორმულები გეხმარება ამ ყველაფერს რომ დაუმატო 72-ს ან ასე შემდეგ 80-ზე მაგალითად +100 და -20 და 152. აჰა. თან ძალიან ბევრ უნარს გივითარებს ეს მოწყობილობა. ძალიან საინტერესო გამოვიდა, თან მივხვდი, თან ვერ მივხვდი, მაგრამ შემეცნებით ის გამოვიდა. და ახლა გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მეტნაკლებად არაფორმალურ ნაწილზე. ბლიც კითხვებზე, რაც არის ძალიან საინტერესო და ჩემი საყვარელი ნაწილი ამ გადაცემის. დავიწყოთ. დავიწყოთ. დაიწყე. საყვარელი ფილმი. მარტო სახში. თუ გახსენდება ისეთ ფილმი, რომელსაც აღარ ნახავდი მეორე. წყეულა. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს. ჭკვიანი. ახლა დამებოდა და გამიჩნდა ერთი ასეთი შეკითხვა: კარატე თუ მენტალური არითმეტიკა? მენტალური არითმეტიკა. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? უჩინრობას. მიწიერი უნარებიდან რას დაიმატებდი, რომ მქონდეს ამის საშუალება? წყლის მართვას. წყლის მართვას. ჩვენთვის არის არამიწიერი, თორემ მენტალური არითმეტიკა შეიძლება იქაც შეძლებს წყლის მართვას, თუ მოინდომებს. წყლის მართვას რაღა უნდა მე? ხო. რა გახიზიანებს ადამიანში? სადაც ადგილი არა ხუმრობის და იქ რო ხუმრობა. ადგილას ხუმრობა. შენი აზრით რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? ზაღლი. ზაღლი პირველად მოვისმინე ისე? მე არა. არა? არ უსმენ კარგად. უთქვამთ არა და თუ გქონია ყველაზე დასამახსოვრებელი სიზმარი? დასამახსოვრებელი სიზმარი? არა, არ მახსენდება. ოდესმე შესაბამით თუ გაგიგზავნია არასწორი შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. დიახ. მეგობრისთვის უნდა გამიგზავნა და სხვა მეგობარს გავუგზავნე. კი, ყველას დაგვარცნია კიდევ ერთხელ განმეორდები. რა ელფერს მისცემდით სასამის შესაძლებლობა რომ გქონდეს? ლურჯის ავტოების. შენი რომელი მულტფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? რომელი მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? კევინთან. კევინ მაკალისტერი. რადგანაც შეისაყვარელი ფილმია. რომ გქონდეს შესაძლებლობა ღმერთთან შეხვედრის, პირველი რას ეტყოდი ან რას თხოვდი? რომ ირგვლივ ვინც არის ჩემს გარშემო, რომ ყველა კარგად იყოს. ამაზე კარგი თხოვნა მეგონა. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე გავიგეთ, გავაგებინეთ მაყურებელსაც, გავაცანით ჩვენი თავიც. და ახლა გავესაუბრებით პედაგოგს და პედაგოგს. ერთამემთხვიეთ. პედაგოგს და დედას. დიდი მადლობა საბა. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობას გეტყვით ჩემი მოწვევისთვის. ხართ საოცარი შესაძლებლობების მქონე შვილის დედა. რა შეგრძნებებია, როცა გყავთ ასეთი შვილი და როგორ უწყობთ ხელს მის განვითარებას? ნამდვილად დიდი ბედნიერება დედისთვის ასეთი შვილის ყოლა. აი სულ ვლოცულობ რომ ყველა დედას ღმერთო წარმატებული და ბედნიერი შვილი უმყოფე. ჩემში შემთხვევაშიც რა თქმა უნდა საბა თავიდანვე გამოიკვეთა სწავლის მიმართ
დიდი ნიჭით, განსაკუთრებით მათემატიკის მიმართ, თავიდანვე უყვარდა მათემატიკა. მესამე კლასიდან დაიწყო კომაროვის საშაბათო სკოლაში სიარული და ბოლო 2 წელი, უკვე მეორე წელია ეს რაც მენტალური არითმეტიკაში ჩავერთეთ აქტიურად. ჩვენ ჯილდოებსაც ხედავთ, საბას მიღწევებს და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა რომელი ჯილდოა და გარდა ამისა ვხედავთ რომ მენტალური არითმეტიკის გარდა კარატეშიც არის ეს მიღწევები და როგორ ახერხებდა საბა ამდენ რაღაც ერთად შეთავსებას სწავლა, კარატე, მათემატიკა? იმდენად პასუხისმგებლიანი ბავშვია, სკოლიდან რომ მოვიდო და ისადილებდა, ეგრევე მეცადინეობდა და დროს სწორად ანაწილებდა, რა თქმა უნდა, და ამ ყველაფერმა შეუწყო მის წარმატებას ხელი. დაინტერესებული იყო, რა თქმა უნდა, სპორტითაც, ხო, თავიდან ბოქსშიც დადიოდა. მე პანდემიის დროს შევწყვეტეთ სიარული. მე აქტიურად ჩაერთო კარატეში, გუჯურიო, კიოკუშინკას ერთ-ერთი მიმართულება. რეგიონებს შორის მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში და პირველი ადგილიც დაიმსახურა. მოყვარულის დონეზე იყო ფეხბურთშიც დადიოდა, მაგრამ მე ტრავმა შეუშალა ხელი. ხელი მოიტეხა სამწუხაროდ და იმის შემდეგ დაანება სპორტს თავი. და აქტიურად ჩაერთვა მენტალურ არითმეტიკაში. და ხედავთ ძალიან ბევრ მიღწევას და თუ შეგიძლიათ გითხრათ რა რომელია და სად არის შეგანე? პირველად 3 თვის დაწყებული ქონდა მენტალური არითმეტიკის მეცად გაკვეთილები, ონლაინ ონლაინ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატში, სადაც მესამე კატეგორიის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს რა თქმა უნდა მასწავლებლის დიდი დაჟინებით იყო და გვერდში დგომით. შემდეგ ჩატარდა საქართველოში გასულ წელს ევროპის ჩემპიონატი, სადაც საბა მიიღო მონაწილეობა და გახდა გრანდ ჩემპიონი. ეს იყო უდიდესი სიამოვნება და ძალიან დიდი სიამაყე, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებით და მე ჩემი შვილისთვის და მე ჩვენი ქვეყნისთვის. ხო და აქედან აქტიურად ჩავერთვეთ, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს პირველად იღებდა მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ინდოეთში, ნიუ-დელიში. გავემგზავრეთ 12 დეკემბერს, სადაც 14-ში იყო გამოცდა, 15-ში დაიდო შედეგები, რომელიც იყო მოულოდნელი ჩვენთვის, 80 ქვეყნის წარმომადგენელი 6000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა და საქართველოსდან იყო 11 ბავშვი, მათ შორის საბა თავის კატეგორიაში, გავიდა მეორე ადგილზე. ეს იყო უდესი ბედნიერება. მრავალმხრივ ნიჭიერი შვილი ყავთ, იმიტომ რომ კარატეც კარგად გამოსდიოდა. ნუ ახლა მენტალურ არითმეტიკაზე არ გვაქვს საუბარი, ამდენი ჯილდო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყავთ ასეთი შვილი და დიდი მადლობა, რომ სულ უდგახართ გვერდში და ამის გარეშე წარმოუდგენელია. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ საბას და მადლობა თქვენს. მუდამ გეზეიმოთ და გვეზეიმოთ საბას წარმატებებს. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. კარგი ბიჭი. აი. 599. კი, სწორედ. 999. აჰა. 900. აჰა, ნუკა. 227. მე ვარ ქეთი რემაძე, საბას მეორე პედაგოგი მენტალური არითმეტიკის. საბასთან ურთიერთობა 1 წლის უკან დავიწყე და დღემდე გრძელდება, მხოლოდ მასწავლებლობა არ გვაკავშირებს, უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს საბასთან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი მასწავლებელი ვარ. პირველივე დღიდან საბასთან რაღაც ძალიან დიდი სითბო დავიჭირე. დღემდე მაქვს მისი პირველი წერილი შენახული, აი რო დამიტოვა, როგორი შთაბეჭდილება ქონდა ჩემთან. იმ წერილზე სიმართლე გითხრათ, კიდეც ამეტი რა ისეთი რაღაცეები დამიწერა. გამიკვირდა, რომ პირველივე დღეს მისგან ასეთი სითბო დავიმსახურე და დღითი დღე ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო თბილი ხდებოდა. თანდათან საბას უნარები აღმოაჩინე, რომ ძალიან სწრაფი, ნიჭიერი და ყოჩაღი ბიჭი იყო. ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე, არ ეზარებოდა მაგალითების გაკეთება. პირიქით ყოველთვის მთხოვდა, რომ უფრო მეტი და მეტი ემუშავა საკუთარ თავზე და რაც შეეხება ჩვენი ასეთი დიდხნიანი მუშაობა, აისახა ინდოეთში ჩემპიონატზე.
თვითონ თხოვა რომ თუ შეიძლება მასწავლებლო დამატებით ვივარჯიშოთო და რა თქმა უნდა მე ამაზე ვარიც არ მithქვამს, ვიბარებდი დამატებით, ძალიან ბევრს მუშაობდით, 200 მაგალითს ვაკეთებდით, მანაც დაუღალავად აკეთებდა თითოეულ მაგალითს, რასაც ვეტყოდი, სიტყვით ასრულებდა, რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, სპორტითაც ადაკავებული, სკოლაც ძალიან დატვირთული აქვს, მაგრამ ჩემს დავალებებს ყოველთვის ასრულებდა და შედეგიც მივიღეთ, ანუ ინდოეთში თავის კატეგორიაში მესამე ადგილი აიღო, საქართველოს მესამე ადგილზე გაიყვანა ამდენ ქვეყანაში და როცა გავიგე რომ საბამო ხელა წარმატებას მიაღწია, დავფრინავდი რომ ჩემი მოსწავლე ასეთი წარმატებული ყოჩაღი არის და ეხლა ჩვენ გვაქვს სურვილი რომ წელს საქართველოში პირველად როცა ჩავატარებთ ჩვენ ასეთ ჩემპიონატს საბა უკვე უფრო წავწიო საფეხურით მესამეზე და მეორეზე და რატომაც არა პირველზე რომ გავიყვანოთ.